ახალგაზრდა ფინანსისა და ბიზნესმენთა ასოციაცია AFBA აფასებს ქვეყანაში სავიზო პოლიტიკით განხორციელებულ ტურისტულ შედეგებს. მოგეხსენებათ, ასე ვთქვათ, ეს ყბადაღებული თემაა იმასთან დაკავშირებით, რომ სავიზო პოლიტიკის გამკაცრებამ სერიოზული კვალი დაატყო ტურისტების ნაკადის შემოდინებას ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით არაერთ გზის უსაუბრიათ და სწორედ ამიტომ დავინტერესდით ახალგაზრდა ფინანსისტებიც და ვეცდებით დღევანდელი რეალური სურათი დაგანახოთ ამ კუთხით. მოგეხსენებათ, რომ უვიზო მიმოსვლა საქართველოს აქვს 96 ქვეყანასთან. თქვენ, ასე ვთქვათ, დაგირიგდათ რელიზები, რომელშიც არის მოცემული ის ქვეყნები, ის ტოპ 15 ქვეყანა, რომელიდანაც ასე ვთქვათ, ყველაზე მეტი ვიზიტორი არის შემოსული. და აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ წინა წელს, 2014 წელს, ტურისტებიდან შემოსულმა სარგებელმა, ტურისტების მიერ ასე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ, დახარჯულმა სახსრებმა ქვეყანაში მიაღწია რეკორდულ ციფრს, ეს არის 1,5 მილიარდი. აქედან გამომდინარე, როგორც უკვე ზემოთ აღნიშნე, დავინტერესდით ჩვენ კიდევ ერთხელ ამ თემით და თქვენ თუ დააკვირდებით ქვემოთ მოცემული 15 ტოპ 15 ქვეყანიდან საქართველოს სავიზო პოლიტიკა აქვს მხოლოდ ერთ ქვეყანასთან, ირანთან. აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ცოტა არა ლოგიკური იქნება თუ ქვეყანაში ტურისტების კლებას დავაბრალებთ სავიზო პოლიტიკის გამკაცრებას და აქვე დამავიწყდა აღმენიშნა, რომ კი ბოლო 2 წლის განმავლობაში ნამდვილად ფიქსირდება კლების ტენდენცია, უბრალოდ ბოლო 1 წლის განმავლობაში, მაგრამ მეტად საგულისხმოა ამისი, ასე ვთქვათ, ძირეული მიზეზი და რეალური მიზეზი გამოვავლინოთ და არა უბრალოდ რაღაც რეგულაციას მივაწეროთ ეს. ჩვენ რასაკვირველია ამითაც დავინტერესდით ახალგაზრდა ფინანსისტები და ასე ვთქვათ, ძირითადი მიზეზი, რომელიდანაც ყველაზე მეტი კლება იყო, ეს იყო აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, საიდანაც მეტად დაიკლო ასე ვთქვათ, ტურისტების და ვიზიტორების ნაკადის შემოდინებამ და ეს არის ყველა ჩვენი რეგიონის ქვეყანა, რომელსაც მეტნაკლებად შეეხო კრიზისი. ასე ვთქვათ, ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევთ, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, ასე ვთქვათ, ვიზიტორების ნაკადის შემოდინების ქვეყანაში არის სწორედ რეგიონში არსებული მძიმე გეოპოლიტიკური ვითარება, იმდენად, რამდენადაც მოგეხსენებათ, რომ უკრაინაში ისევ პრაქტიკულად საომარი მდგომარეობაა და ეს ეტაპი ვერ გადაალახა ქვეყანამ ჯერჯერობით. თურქეთი, რომელმაც წინა წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის წინა წელს 0%-ს ქვევით ჩამოვიდა, აზერბაიჯანი, რომელშიც ასევე იყო კრიზისი, სომხეთი, რომელშიც წლის მონაცემები არ გვაქვს დღევანდელი წლის, მაგრამ წინა წელსაც საკმაოდ ისეთი დარტყმა მიიღო ეროვნულმა ვალუტამ და დოლართან მიმართებაში სომხეთის ეროვნული ვალუტა საკმაოდ გაუფასურდა. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევთ, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ქვეყანაში ვიზიტორების ბოლოდროინდელი კლება ფიქსირდება, არის რეგიონში, ზოგადად რეგიონში და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებული ის მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, რომლებიც სუფევს ამ ქვეყნებში.